ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში დედის დღე აღნიშნეს. მსჯავრდებულ ქალთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის წევრი ქალები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს. კეთევან გრიგორაშვილი გიამბობთ. დედიკოებო, გვაპატიეთ. შვილებო, თქვენს გვაპატიეთ. ვარდის ფურცლებს ეწვიმოს თქვენს გულებში და მხოლოდ სიხარულის ცრემლებით დაგნამებოდეთ თვალები. იმედია, რომ მომავალ დედის დღეს პირადად მოგივოცავთ. დედებისგან და შვილებისგან შორს გისოსებს მიღმა 3 მარტი ისეთივე განსხვავებულია, როგორც ყველა დღესასწაული. თუმცა დღეს პატიმარმა ქალებმა განსაკუთრებული წარმოდგენით და იმის იმედით, რომ მომავალ წელს დედებთან ერთად შეხვდებიან, პენიტენციური დაწესებულების სტუმრებს უმასპინძლეს. მინდა მივოცოთ ჩემს დედიკოსაც და რა თქმა უნდა ჩვენ პატიმარ დედებს და ძალიან მინდა რომ მალე დაუბრუნდნენ თავიანთ შვილებს, რაც ეს ჩვენი ოცნება არის და იმედია აგვისრულდება მალე. მინდა რომ ყოველს მოგვილოცოთ დედების დღე, გისურვოთ რომ ყოფილიყავით ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული დედები. კოლექციაზე მუშაობდი სადღაცა 3 თვის განმავლობაში. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი, იმიტომ რომ ამ სივრცეში დროის გაყვანა, სიამოვნების მიღება ამ შენთვის საყვარელი საქმიანობიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ლედისგან, იუსტიციის მინისტრისგან და პარლამენტის ქალი დეპუტატების მხრიდან პატიმრებმა მადლობის და მილოცვის გარდა მოისმინეს მთავარი სურვილი, რომელიც მათ გათავისუფლებას და ოჯახებში მალე დაბრუნებას უკავშირდება. Გონდა ძალიან გულთბილი შეხვედრა მსჯავრდებულებთან, მიულოცეთ მათ დღევანდელი დღე. მსჯავრდებულმა ქალბატონებმა გამართეს არაჩვეულებრივი წარმოდგენა, იყო ემოციებით სავსე და წარუმატებელი დაბეჭდილება დატოვა სტუმრებზე. დღევანდელი დღე ყველა დედას ეკუთვნის, თუმცა განსაკუთრებულად გველოდებოდნენ რუსთავის ქალთა დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებს თავისუფლება შეზღუდული აქვთ, მათ ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნან. პირველ რიგში ყველას მიულოცავ დედის დღეს და განსაკუთრებით აქ მყოფ ქალებს, რომელმაც დღეს უბრალოდ ისეთი ემოცია მოგცეს, ისეთი სევდა, სიხარულიც აი ყველანაირი. დღევანდელი კონცერტის გარდა, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა, მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს. როცა სპექტაკლი იდგმება, როცა გამოდიან მსახიობები, როცა ესეთი საოცარი სიტუაცია, როცა მათ უკვე ჯერავთ თავის რომ ისინი უკვე მსახიობები არიან, მე დამეწმუნოთ ერთ რამეში, შეიძლება ამათგან ძალიან ბევრი აქედან რომ გავლენ კინომსახიობის გახდნენ და თეატრის მსახიობები. არ ველოდი იმას, რაც დამხვდა. ემოციურად იმდენად იმოქმედა ჩემზე ყველა გოგონას გამოსვლამ, სიმღერამ, ცეკვამ. ბევრი დედა არის აქვს, მრავალშვილიანი და მინდა რომ რაც შეიძლება მალე ჩაეხუტონ თავიანთ შვილებს. იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, სილამაზის სალონი, ფიტნეს დარბაზი და ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს.